ღონისძიებების ორგანიზებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ეს ტენდენცია არც სამომავლოდ შენელდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წლებთან ერთად მომხმარებლის ცნობიერება იზრდება, შესაბამისად მოთხოვნები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ღონისძიებების განსაკუთრებით კი ქორწილის ორგანიზების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიონალი ადამიანების ჩართულობა, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ უპასუხონ მომხმარებლის თითოეულ საჭიროებას. სწორედ ერთ-ერთ ასეთზე ლაკა ვედინგზე გიყვებით, რომელსაც ბაზარზე ოპერირების 11-წლიანი გამოცდილება და ანგარიშზე ალბათ ათასობით ქორწილის ორგანიზება აქვს. კომპანია განვითარებას არ წყვეტს და ამჯერად მომხმარებელს ახალ საავტორო პროგრამას ლაკა ეტიკეტს თავაზობს. ეს არის ეტიკეტის შესწავლის კურსი, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა თემას ფარავს. უფრო ვრცლად ლაკა ვედინგის სიახლეებზე ლაკა წერეთელი კომპანიის დამფუძნებელი მოგვიყვება. მოგესალმებით ლაკა, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენ მაყურებელს. იქამდე სანამ მიმოვიხილავდეთ ზოგადად როგორ იზრდება მოთხოვნა, როგორია ტენდენცია და მომართვიანობა ლაკა ვედინგის ჭრილში, მინდა სიახლეზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც გულისხმობს ახალ ეტიკეტის კურსს. უპირველესად გითხავთ, საიდან გაჩნდა იდეა, რომ შეგექმნათ საავტორო კურსი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იქნებოდა სპეციალიზებული? ძალიან მიხარია, რომ ეს კურსი დაიბადა. ჩემი 11 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველდღიური შეხება მაქვს დღესასწაულთან, სიყვარულთან, ბედნიერებასთან. და რაც ყველაზე მთავარია, ამ დროს უკონფლიქტო უნდა იყოს ცხოვრება. ხომ ეთანხმებით? და აი ზუსტად ამისთვის ეტიკეტი არის პირველი ესეთი ვთქვათ ფორმატი, რომელიც მოხსნის აბსოლუტურად ყველანაირ კონფლიქტს და ცხოვრებას გახდის უფრო კომფორტულს. და მე მერგო ესეთი ბედნიერება ცხოვრებაში, ბავშვობაში რაღაც ექსპერიმენტალური ესეთი შესწავლა იყო და ვისწავლე ეტიკეტი სულ რაღაც შეიძლება ვთქვათ 15 წლის ასაკში. იმის შემდეგ საკმაოდ მაინტერესებდა ეს თემა და სულ მთელი ცხოვრება ფაქტობრივად ვაგროვებდი ინფორმაციას. ვთქვათ ესეთი ერთ-ერთი ჰობი იყო. ძალიან მიკვირდა, როცა ვიღაცა არღვევდა ამ ეტიკეტს. და აი ზუსტად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ჩვენ მომხმარებელს და ჩვენ პარტნიორებს ეს ჩემი დაგროვილი ინფორმაცია სასიკეთო იქნება და აი შევქმნიეს ესეთი საინტერესო ეტიკეტის კურსი. დავამატებ იმას, რომ განსხვავებული იმით არის, რომ დამატებული მაქვს სხეულის ენა, რაღაც პატარა მონაკვეთი გვაქვს, ესეთი ვთქვათ ჩუმი საუბარი, რაც შეიძლება რომ გამოვიკითხოთ და აი ამ ინფორმაციასაც ვამატებთ რა თქმა უნდა ამ კურსში. კი ბატონო და ვიზია ეს კურსი გათვლილი? ვინ არიან თქვენი სამიზნე მომხმარებლები? აი აბსოლუტურად ყველა. ჩემი დღესასწაულები ეს არის როგორც პატარა ბავშვების, იქ არის სრულად კონტინგენტზე რომ ვისაუბროთ, მასწავლებელია, ბავშვია, მშობელია, ოჯახია, დედამთილია, პატარძალია. და ასე შემდეგ. ვაკრათ ყველას აბსოლუტურად ყველას ინტერესს მოერგება. ჩვენი პარტნიორები, აი ძალიან ბევრი მომენტი იყო ისეთი, რომ არასწორი კომუნიკაციის გამო ყოფილა კონფლიქტი, რომელიც მერე უკვე სწორი კომუნიკაციით მოგვარებულა და აი აქედან გამომდინარე საკმაოდ ისეთი მე ვთვლი, რომ ძალიან საჭირო პროდუქტია ჩვენ ბაზარზე. საინტერესო და ახალი ნამდვილად, ახალი ახლა საუკუნეებია ეტიკეტის ფარგლებში და პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ახლა ესეთი ბონუსად მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენ პარტნიორებს და ვჩუქნით ამ მასტერკლასს ყველა ჩვენ პარტნიორს ეტაპობრივად უკვე დაწყებული გვაქვს და საკმაოდ ესეთი კარგი გამოხმაურება გვაქვს. და როდიდან დაიწყება უკვე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ამ კურსის შესწავლა? დღეიდან. ყველა კარზე დავაკაკუნებ, ყველა შევთავაზებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი დაინტერესდება ამ კურსით. კი ბატონო.
ეს კონკრეტული ხანგრძლივობით შედგენილი კურსია თუ სრულად ინდივიდუალური იქნება? ძალიან ინდივიდუალური. აი დაუშვოთ ნებისმიერ სამსახურს, სერვისს, ან ოჯახს, შეიძლება ჩვეულებრივად ოჯახმა აიღოს ეს კურსი და ოჯახმა მიიღოს ეს ინფორმაცია პატარა ბავშვიდან დაწყებული დაუშვოთ უფროსებით დამთავრებული. წარმოიდგინეთ რამხელა კომფორტს შევქმნით ნებისმიერი ოჯახისთვის და თუნდაც იგივე კორპორატიული ეტიკეტი, რომელიც აი ძალიან საჭიროა. დრო იმდენად სწრაფად მიდის და თან სიახლეები ისე შემოდის, აი დაუშვოთ სოციმედია, ხო, სოციალური ქსელები. კი. ძალიან ბევრი ეშლებათ იმ ქსელებში და ძალიან ბევრი კონფლიქტიც სრულდება და ბევრმა არ იცის დაუშვოთ, თუნდაც ელემენტარული მესიჯის გაგზავნა. ხო, რომელ საათებში შესაძლებელია, რომ არ დაარღვიო ის ადამიანის საზღვარი. საზღვრები. ანუ ჩვენი საზღვრები დავიცვათ, ეტიკეტის მიზანი ეს არის და სხვისი საზღვრები არ დავარღვიოთ, რა თქმა უნდა. ლაკა, თუ არის უკვე განსაზღვრული ღირებულება ამ კურსის? ღირებულებაც ინდივიდუალური იქნება. იმდენად გათვლილი მაქვს აბსოლუტურად ყველაზე. არ მინდა რომ ისეთი ღირებულება იყოს, რომ ვიღაცა ვერ შეწყვეტეს. ძალიან საჭიროა. კი, ნამდვილად. მორგებული ხელმისაწვდომი პროდუქტი. ლაკა, თქვენ ახსენეთ, რომ 15 წლის ასაკში გქონდათ, ასე ვთქვათ, ფუფუნება, რომ გისწავლათ და ამ კურსით გისარგებლოთ. საინტერესოა, რა სვლის ეს ადამიანების ცხოვრებაში? ეტიკეტის ნაწილს გულისხმობ. ასევე თქვით ისიც მაგალითებით, რომ კომუნიკაცია უფრო მარტივდება პარტნიორების ნაწილშიც. აი რომ შევაჯამოთ, რას გვაძლევს ეს? უფრო კომფორტულ ცხოვრებას, უფრო თავისუფლებას. ანუ წარმოიდგინეთ, ყველამ რო დაიცვას ეტიკეტი, რამდენად ადვილი იქნება ცხოვრება. კი. ხო ესეა. თუ დავამატეთ ღიმილი, გულწრფელი, კარგი ღიმილი, მაგრამ მე თან გასწავლით როგორია ყალბი ღიმილი. სხეულისენით. რა თქმა უნდა, სხეულისენით. საკმაოდ საინტერესო პროდუქტია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა. მით უმეტეს აი ესეთ რაღაც დაძაბულ და ჩქარ რიტმში ცხოვრების. კი ბატონო. უფრო ლაითი, უფრო კარგი. ანუ ეტიკეტის დაცვით რაღაცა თბილი, კარგი მარცვალი გადადის სხვა ადამიანთან. ხო, აი ძალიან ელემენტარული შემიძლია ვთქვა, მეჩქარება დავჭდები ტაქსში და როგორ შეიძლება მიმართო მძღოლს, ხო? თქვა რომ აი ძალიან მეჩქარება და თუ შესაძლებელია ოღონდ რომ არაფერი არ დაარღვიოთ, დროულად მიმიყვანოთ. ეს არის ერთი ფორმა და ღიმილი ძალიან მეჩქარება და მეორე, აუ რა არის, რასაცობებია, აუ როდის მიხვალთ და ხო ხვდებით, ხო? აი სხვაობა. რა თქმა უნდა, იქ ჩდება აგრესია, აქეთ ჩდება ღიმილი და გასვლისას ძალიან ელემენტარულია. კი. ბონჟურნე. ბედნიერი დღე. უსურვეთ ყველას და იქნება აი ზუსტად ეს პატარა მონაკვეთებია, რაც ისეთი პატარა დეტალებია და მარცვლები, რაც შეიძლება შევიტანოთ ამ ეტიკეტის დაცვით ჩვენ ცხოვრებაში და გავილამაზოთ. ნამდვილად. და ბოლოს კითხავთ, კურსთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, რამდენად იქნება მოთხოვნა საქართველოში ქართული მომხმარებლის მხრიდან, რამდენად შეძლებს ეს კურსი, რომ დაინტერესოს მომხმარებელი? მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს იყოს მოთხოვნადი. კი ბატონო. მინდა ვისაუბროთ უკვე ლაკაბედინგის ჭრილზე, ღონისძიებების ორგანიზების ნაწილზე. ჩვენ ეთერამდე ვსაუბრობდით, რომ კომპანიას არ აქვს სეზონურობა და თითქმის სრულად არის დატვირთული მთელი წლის განმავლობაში, თუმცა აი განსაკუთრებით აქტიურია ხოლმე ეს პერიოდი ღონისძიებების ორგანიზების ნაწილში. როგორ შეაჯამებდით წლევანდელ წელს, მათ შორის ზაფხულის, გაზაფხულის სეზონს და ზოგადად რამდენად იმატა მომართვიანობამ ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადრე არ იყო თითქოს კულტურა, რომ პროფესიონალს მივანდო. იყო კულტურა, რომ ჩემით გავაკეთო ყველაფერი, თუმცა ახლა ადამიანები მიხვდნენ. კი, მეგობარი დამეხმარება. კი, თაიგულს ის შემიკრავს და ნუ ასე შემდეგ, ხო? კი, ძალიან მომწონს 11 წლის წინ, როცა დავიწყე და გავხდი ქორწილების ორგანიზატორი, ძალიან ბევრს უყვირდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმუშავა და დღეს მართლა მიხარია, რომ ჩვენი ახალგაზრდები იწყებენ ცხოვრებას დღესასწაულით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის
ხორცლის აუცილებელი იყოს ძალიან დიდი ხორცლი, მაგრამ თუნდაც პატარა იყოს, მაგრამ იყოს. ახლა სხვათა შორის ისრაელიდან მყავდა წყვილი, ქალბატონი იყო 58 წლის, მამაკაცი იყო 60 წლის. და ისეთი ლამაზი ქორწილი იყო, ვერ წარმოიდგენთ. და რაც ეხება მატებას, უცხოეთი, თუნდაც ისეთი ქვეყანაა, სადაც საკმაოდ დიდი პრობლემები იყო და არის ყოველთვის, ისრაელიდან ყავს საკმაოდ კარგი ისეთი ნაკადი და მიმართულება, რა თქმა უნდა, საქართველოს მასშტაბით სტაბილურად. კი ბატონო. როგორ შეიცვალა მოთხოვნები? მაგრამ თითქოს წლებთან ერთად უფრო მრავალფეროვანი ხდება მომხმარებელიც, საერთაშორისო ტენდენციებს ითვალისწინებს, უფრო მეტი რაღაც სურს და უფრო მეტი თუნდაც გაფორმება, მუსიკა, დეტალები, მოკლედ დღესასწაულის პროცესში. ყველაზე მთავარი, ყველაზე ისეთი შეიძლება აღვნიშნო დეტალი, რომ ინდივიდუალიზმი შემოვიდა საკმაოდ ისეთი მკვეთრად. აი ჩემი ქორწილი, არა კოპი რაღაც ქორწილების და ან საზღვარგარეთიდან რაღაცების აღების, აი ძალიან გახშირდა ორი მეჯვარე, ხო იყო ადრე 6-4. დღეს უკვე რაღაცა ეს რაღაც პრივატულობა უფრო დაემატა და საკმაოდ დიდი აქცენტი არის, აი ბალანსი არის. ადრე ხო იყო უფრო მენიუზე და უშუალოდ აი პირველი მენიუდან იწყებოდა და ახლა არის დაბალანსებული აბსოლუტურად ყველაფერი და აი შერწყმულია თავიდან ბოლომდე კაბიდან დაწყებული, ლოკაციით დამთავრებული, აი მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო ქორწილები გამოდის. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ასევე ისრაელიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან არსებული მომხმარებელი. ეს ტენდენცია რამდენად იზრდება და რამდენად ირჩევენ საქართველოს დღესასწაულების ორგანიზებისთვის უცხოელები? ირჩევენ, ძალიან მოსწონთ საქართველო, ირჩევენ ნამდვილად და არ შეჩერებულა ეს ნაკადი. ძირითადად რომელი ქვეყნებია გარდა ისრაელისა აქტიური განსაკუთრებით? ისრაელი, ამერიკა, ინგლისიც იყო, უფრო მეტად ისრაელი და ამერიკა. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ, რომ მომხმარებლის ასე ვთქვათ სურვილები გახდა მრავალფეროვანი, ის რომ მხოლოდ მენიუზე აღარ კეთდება აქცენტი და დაბალანსებულია ეს ყველა პროცესი. საინტერესოა ამ მოთხოვნებთან ერთად რამდენად გახდა ქართული მომხმარებელი, ასე ვთქვათ, მაღალმხარჯულუნარიანი ამ მიმართულებით, რამდენად გაიზარდა მათი ბიუჯეტი და რამდენად ცდილობენ, რომ ამაში მათ შორის თანხებიც არ დაიშურონ, რამდენად გაიზარდა ამ მიმართულებით ცნობიერება და ფასების ნაწილში როგორია ცვალებადობა, რამდენად იზრდება ორგანიზების ნაწილზე ღირებულება. ფასები, რა თქმა უნდა, გაიზარდა, მაგრამ სწორი ბიუჯეტის გადანაწილება არ არის საჭირო ძალიან დიდი თანხები, რომ შედგეს კარგი ქორწილი. რაღაც სასწაული თანხები. უბრალოდ მინდა რომ ნებისმიერ მაწყვილმა იცოდეს, რომ ქორწილი ყოველთვის შესაძლებელია. აჰა. ყველანაირ ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, კი. თავარია პროფესიონალების ალბათ ჩართულობა, ხომ? სწორი რჩევებით უპირველესად. ზუსტი ბიუჯეტი და იქიდან გამომდინარე აუცილებლად დავეხმარებით. ხო, არავითარ შემთხვევაში არ თქვან უარი, არ იფიქრონ, რომ ეს მეუწლომელია. კი ბატონო. ლოკაციების კუთხით რამდენად არის მრავალფეროვნება დღეს საქართველოში? რამდენად ჩნდება ესეთი ლოკაციები, სადაც შესაძლებელია მათ შორის მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზება, იმიტომ რომ იყო ხოლმე ეს პრობლემა ადრე, თუნდაც სივრცეების, სადაც შეიძლებოდა რომ ღონისძიებები მოწყობილიყო, სადაც ბევრი ადამიანი იყრიდა თავს. კი, არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩემი რჩევაა, რომ აუცილებლად კარგად გაიკითხონ სრულად სერვისი, კვებიდან, მომსახურებიდან გამომდინარე, რაღაც სტანდარტებს კარგად გაეცნონ და მერე უკვე ერჩიონ ლოკაცია. კი ბატონო. სივრცეები ნამდვილად არის. რა არის თავარი რჩევები, რაც გაქვთ ხოლმე ამ პროცესში? რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, როდესაც არ მხოლოდ ქორწილს, არამედ ღონისძიებას გეკმავს და უნდა რომ ყველაფერი იყოს იდეალურად თუ არა იდეალურთან ახლოს მაინც. პირველ რიგში ახსოვდეს, რომ ის არის დღესასწაული და ის ღიმილი არ დაკარგოს არასოდეს, არ ინერვიულოს, მით უმეტეს თუ პროფესიონალებთან აქვს საქმე, ეს ერთი. ნდობის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა თქვენ როგორც იცით, მე მუშაობ რეკომენდაციით და აუცილებლად უნდა მიცნობდე, რომ მოხვიდე ჩემთან და ეს ძალიან
სასიამოვნოა. აი ძალიან ბევრი ბანკეტის დაუშვათ ბანკეტის ბავშვების ქორწილები მაგაკეთებული და აი დღეს პირადად ერთ-ერთი ასეთი გოგონა უკვე ჩემი მოსწავლეა. და ეს რაღაც ბედნიერების არმია მყავს, სულ მაგით ვამაყობ. პირველი ახსოვდეთ, რომ ეს არის ბედნიერების დღე. სწორი, აუცილებლად არჩევანი გააკეთონ ორგანიზატორზე. თუ დაუშვათ ორგანიზატორი, ზოგს აქვს, მე თვითონ გავაკეთებ. კოორდინატორი მაინც აიყვანონ, რომელიც აი ბოლოს მაინც ყველაფერს შეფუთავს და კოორდინირებას გაუწევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. ჩვენ საუბრობდით იმ ასე ვთქვათ უცხოელების ნაკადზე, რომლებიც საქართველოს ირჩევენ დღესასწაულებისთვის, თუმცა რამდენად გაჩნდა ქართველი მომხმარებლის მხრიდან უცხოეთში ასე ვთქვათ ღონისძიების გადახდის ნაწილზეც მოთხოვნა. ასეთ შემთხვევებით სურვილი აქვთ, მაგრამ საკმაოდ სხვაობა არის ფასებში. აი მქონდა ესეთი ეს არის მაღალი ბიუჯეტური მომხმარებელთა ხალხად უფრო მეტად დიახ. თუმცა ამ კუთხითაც ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდო ისე, რომ აი ქორწილი გავაკეთო და უშვათ საფრანგეთში, შეიძლება ძალიან ლამაზი ისტორია დავწეროთ ლაკავედინგ პარისთან ერთად თვითონ პარიზში და ეს იყოს მხოლოდ წყვილი, თუნდაც და მეჯვარეები. როგორც ადრე ვამბობდი და როგორც ჩავატარეთ მაშინ პანდემიის დროს ორ ადამიანზე ქორწილი. პანდემიის პერიოდმა მოგცა ხო ამ ხრივაც გამოცდილება? კი, არა, აი მე ვთვლი რომ დღესასწაულზე და აი იმ პირველ ძალიან მნიშვნელოვან დღეზე უარი არ უნდა თქვა. კი ბატონო, ნამდვილად ასე. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ მომხმარებელს რა არის ის სერვისები, რასაც აერთიანებს ლაკაბედინგი. იმიტომ რომ ჩვენ ეთერამდე საუბრობდით, კომპანია იძლევა საშუალებას, რომ კონკრეტული სერვისებით ისარგებლო ან სრულად ლაკაბედინგს მიანდო ღონისძიების ორგანიზება. აი ეს სერვისები მინდა ჩავშალოთ, რასაც აერთიანებს. ჩვენ ყავს საკმაოდ კარგი პარტნიორები, ესეთი დიდი გუნდია. დაწყებული, დავიწყებ კაბით. გოგოს ყოველთვის კაბა მოსწონს, დაწყებულია კაბით, დამთავრებული ლოკაციით, შოუ პროგრამით, აი აბსოლუტურად ყველაფერში ჩავერთვებით და ჩვენ მოგცემთ ბაზას, თქვენ აარჩევთ და თქვენი არჩევნით და ჩვენი პროფესიონალიზმით უკვე ეს შეიკრება თვითონ სერვისი და განვართავთ თქვენ ულამაზეს ღონისძიებას. კი ბატონო. რა პერიოდში უნდა მიმართოს ლაკავედინგს მომხმარებელმა? იმიტომ რომ საუბრობდით ამაზეც, რომ დასაწყისშივე სჯობს, შუა ნაწილში სჯობს კონკრეტულ რაღაცა სერვისთან მიმართებით, თუ როგორ არის ეს? აი მინდა გითხრათ, რომ 2026 წლის სექტემბერი უკვე იჯავშნება და აქედან გამომდინარე ჯობია ყველაზე კარგი პერიოდი იმისთვის რომ თქვენი სასურველი ლოკაცია იპოვოთ სერვისები და აბსოლუტურად ყველაფრისთვის დრო გეყოთ ეს არის 1 წელი ნახევარი წელი არის არაუშავს ну ქართულად ერთ კვირაშიც გაგვიკეთებ ქართული მომხმარებლიდან გამომდინარე ხო მაგრამ ფორს მაჟორიც ყოფილა და ну სასწაული ქორწილი იყო მაგრამ აი ხო რის ხარჯზე კი თუმცა მაშინაც არ უნდა თქვა უარი ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით კითხავთ გეგმებზე კურსის მიმართებით ასევე ლაკავედინგის ზოგად ჭრილში გეგმებთან დაკავშირებით რა არის ის რაც აქვს კომპანიას მიზნად დასახული ეტიკეტის კურსი საკმაოდ ისეთი პირველია რაც ამ წუთას მაგ გეგმებში რაც ვიცი რომ გაუმჯობესებს თუნდაც ჩვენ სერვისს და ნებისმიერ სერვისს რომელიც ჩვენს ირგვლივ არის ლაკ ევენს სკოლას აქვს ახალი მიმართულება ეს არის შესწავლა თვითონ ორგანიზების წელიწადში ვიღებთ ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ მხოლოდ ერთ მოსწავლეს ეს ძალიან საინტერესოა. ანუ ვთვლი რომ აქ მიმართულება არ არის თანხაზე, აქ არის ჩვენ სახელზე და მე ვთვლი რომ ძალიან მაქსიმალური ისეთი ინფორმაცია იქნება იმ ერთი ადამიანისთვის, ის ერთი ადამიანი უკვე არსებობს. მოკლედ მთელი წლის განმავლობაში ერთ ადამიანთან ნახევარი სწავლობს ჩვენთან, გადის პრაქტიკულ კურსს, გადის ეტიკეტს, სხეულის სენას, ფსიქოლოგიას, გაყიდვებს საკმაოდ დიდი კურსია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთ კარგ კადრს ვაჩუქებთ საქართველოს. აჰა. და პრაქტიკულადაც ალბათ პროცესში მაქსიმალურად ირთვება და ყველაფერში აბსოლუტურად კი. და ერთი წლის განმავლობაში ყალიბდება წელიწად ნახევარი. წელიწად ნახევრის განმავლობაში ყალიბდება. გადავწყვიტეთ, რომ ერთი მოსწავლე იქნება მხოლოდ.
ძალიან საინტერესო მიდგომაა ეს და დარწმუნებული ვარ, მე უკვე ხარისხი. აი, სხვათა შორის მე ძალიან მომწონს ის ლოკაციები, სადაც თუ ერთი ქორწილი იგეგმება, მეორე ქორწილს არ იღებენ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, ეს მიდგომა და ალბათ მე ახლა სიმართლე გითხრათ, მაგაზე არც მიფიქრია, მაგრამ აი ესე გამოვიდა. რომ ჩავთვალეთ, რომ იმ ერთ ადამიანს უფრო მეც მივცემ დაუშვათ, ვიდრე რაღაც რაოდენობაზე არ გვეფიქრია, მოკლედ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გადაცემაში სტუმრობისთვის და წარმატებები ლაკა ვედინგს, განსაკუთრებით ეტიკეტის ახალი კურსის მიმართულებით, რომელიც მგონია რომ ძალიან საინტერესო უკავშირსაც გამოიხატება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებ ამით და ვნახოთ. მოგესალმებით შედეგებით. მადლობა კიდევ ერთხელ. ლაკა წერეთელი, ლაკა ვედინგის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.